გამარჯობათ. მოგესალმებით. როგორ გძარდებით? მივესვენე დავჯექი ხალხო და მივესვენე აქ. როგორ ხართ ხალხო? ვაიმე დედა, როგორ ახართ? რა ხდება თქვენს კი კარგი და ახალი? ეს კიდე რანაირად თამაკ. ჩვენსკენ ძველებურად ვართ რა ვიცი. ვართ რა. ძველებურად ფორმატში. ქარი გვაქვს. თქვენს კი რა ხდება? ამინდი გაქვთ, არა გაქვთ? ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქვეყანაში გითხარით, აბა, ხო გვიყურებთ? ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო. ცხელა არ ცხელა, დღეს ჩვენთან ქარია. ისრაელია თუ საბერძნეთში ცხელა? თეკო მოგწერეთ ჩემო ლამაზო. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ მისი არხი გეხვეწებით. 1000 აიყვანეთ, გეხვეწებით, გემუდარებით. გთხოვთ, ჩვენი გოგოა გვიყვარს, გვეიმედება და აიყვანეთ 1000 და მე საქართველოში მალე მე მგონია მალე უნდა დაბრუნდეს და საქართველოში რომ დაბრუნდება, უფრო უკეთეს ვლოგებს გპირდებათ. დღეს მოусმინე მე იმის ვიდეოს, ოღონ ტელეფონში ვერ არ მოусმინე, ტელევიზიაში მოусმინე. ტელევიზორში. დილას გვახსენა კიდევ ერთხელ ნელი ბებოსაც, ნელი ბებოც გიორგიც, მეც გვიყვარხარ. ეს რა ჩანდაბადამთის. მეთქი რა მყბენს. რა მყბენს დე? რადი? მივიცი. ჩი, მის ფუჟავი, ვერა ვიცი. დავიდა? დავიდა ფრინდა, ალბათ რა ვიცი. ხოთ. პეპელა იქნებოდა ჭიჭი. წყილი ხوارფიდი იყო, მე რა ვიცი. მეთქი რა არის? ჩემო ძვირფასებო, გამოიწერეთ ისევე, გთხოვთ, ისევე გიორგიც გთხოვთ რა თქმა უნდა, გემუდარებით. გამოიწერეთ, გადადით, ის არის ქვია, მეძინა ხალხო. მისი ვიდეოები, ძალიან კაი ვიდეოებს იღებს. კი. ძალიან საყვარელი გოგოა, ლამაზი, ისედაც საუბარიც კარგი აქვს, ყველაფერი კარგი გოგოა, ყველაზე ბრწყინვალე. თავისთვის შრომობს, თავისთვის არის, ეგრეა ჩვენი ცხოვრება. იმედია შევხვდებით ერთმანეთს, მალევე. მალე და მალე. ერთ ფინჯალ ყავაზე მაინც შევხვდებით ერთმანეთს ნამდვილად. ნახევრად გაიგებს წყალი ვისაჭიროება შესხმა ხალხო. მეძინება იცი რომა. ჰა? ვიც მეძინება. ნელის მივჩემ ახლა ტელეფონს მე წად გაუტანე ტელეფონი და მე მოიცარა ბაგაჟს. მე მივწემი მე დივანზე. წამოვიყოლე ტელეფონი. წავარ გაუტან და გამოვალ გავიდე. მოიცაიყავი ჩამოვეძინოს. ჩამოვეძინება. რა ძალით იმას ქენი დაუძახე რა დგებოდი მე. არა ის არის აქვე შენ კი არ დამიძახე რომ ეძინა როდის დამიძახე ვერაფერი ვერ გავიგე. ეს დააცხიკინე ხო ხო ერთი ხო და მე ისევე ჩამეძინა და მე კიტრში ვჭობე და სულ აი აქ ამადგას აი. ის არის აქვე. და ბეხლავი მაინც იყოს. ხალხო სიზმარში ვნახე რომ მოდი გიორგი. მოდი მე წამოყვები მაღაზიაში და ჩავიაროთ. წამო. წამოსკე. წამო. რომელი? რომ მე საღამოზე დაიკეტება მე და აბა რომელზე? მიზარება თან. თან მიზარება. როგორ მიზარება? მე სულ მეზარება. უწახარ მე და რა გინდოდა თქმა. მე რა ვიცი რაღაცა მინდოდა რა ვიცი. ხალხო გამოშტერებული მოდის ამ ვიდეოში ასე ა? დაძინებული რა ჩემსავით. აუ ჩამეძინა დღეს რა ცუდად დამეძინა რა არის. მე მაინც გადამეყო ცოტა გამომეძინა. ხო რა მინდოდა თქვა სიბარში ნახე რომ მე მასაქვენი რა ქვია შტატივი ავიღე და ვიდეოს ჩაწერა უნდა დამეწყო.
ტელეფონს ვერ პოულობდი. და უცბად მე წამოვხდი რომ ვიდეო მქონდა გადასაღები. ისე საინტერესო იქნებოდა ვიპოვიდი იმ ტელეფონს. არა იცი რა არის. აი ხანდახან ხალხო აი რა კაი თემა წამოიღე გიორგი. ხანდახან აი ესეთ რაღაცა უმსგავსოს ნახავ. ვერც გამოდიხარ მდგომარეობიდან. რა აი ვერც ფხიზლდები. რაღაცა გემართება. აი ხანდახან რაღაცა ხშირად არ ვიცი რომ თქვა რომ აი ხშირად და სულ ისინი იცოდე რა ქვია სიზმრები და აი ყოველ დღე რაღაცა უმსგავსო მაგრამ აი დარწმუნებული ვარ ხალხო აი დარწმუნებული შეიძლება ეხლა ჩამყოს გულში ბავშვს რომ ნახავ სიზმარში აი ბავშვს დაკვირვებული ვარ აი ბავშვს რომ ნახავ სიზმარში არ არსებობს მე ცუდად არ გავხდე არ არსებობს აი გაუთვალისწინებელია ეგ. ან შეიძლება რაღაცა უბრალო რაღაცა ამტკივდეს რაღაცა უმსგავსო, ან ისა ძალ გამომიცალოს, ან მოვიწამლო, ან რაღაცა უბრალო რაღაცა. ან ის არის აქ ეწინება გქონდეს. ხო, აი რაღაცა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ცუდათავა რა. შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ახლა ღმერთმა დაგვიფაროს ისეთ რაღაცაში რომ გამოუსვლელი მდგომარეობაა თავისთავად ბავშვი კი არა წინ იყოს მაგრამ აი უმნიშვნელოდ შეიძლება რაღაცა მომივიდეს აი ესეთი ისა რა ქვია დარწმუნებული და აი რატომ ვარ ეგრე მე არ ვიცი რატომ რა ვიცი ეგრე არის და ზოგი მაგალითად ხშირად არ ვიცი სიზმრის მოყოლა ნამდვილად ისა რა ქვია მოყოლა თქვა რა ქვია ნახვა მაგრამ თუ ნახავ რაღაცა უაზროს ნახავ მივდივარ ხან ხრამში ვარდები ხან იქა მივდივარ და ვერ ვეწევი ვიღაცას ხან იცი რა არის დილი მე დილით ვიცი აღარ მახსოვს გიორგი იცი რაღაცა ბუნდოვნად რაღაცა მახსოვს აი რაღაცა უბრალოდ აუ ის სიზმარი თუ გინახავთ ხალხო თუ გინახავთ შენ აი სადღაც ის არის რა ქვია ბრუნდები ლოგინიდან და აი მასაშოვე ვარდები ლოგინიდან და დაბლაკი არ იცი თითქოს იმაში მიდიხარ აი რაღაც გადმოვარდი ხრამში მიდიხარ რაღაცნაირად რა ვიცი მეც ვერ გავიგე რა ის ვაიმე რასაც დაიყვენი მე წამოხტები უცბად შეგეშინდება ვაიმე რასაც ცუდი შეგრძნება ხალხო დაბლაკი არ ვარდები ხალხო ხრამში ვარდები სადღაც ხო აი ეგეთი და მე ყვირი ხარ მე ყვირი ვარ ხო ვაიმე რამდენჯერ მინახავს რა ცუდი შეგრძნება რო გამოიღვიძებ თან ასეც ვერ მოდიხარ რა მოხდა ო ეგრე გამოიღვიძებ საჭორში წევხარ ასეც ვერ მოდიხარ რა მოხდა ო ეგრე ვარ მეც დაიცა ბიბუს გაუტან რაღაცა დანაშაულის გრძობა მაქაქრომაკ ტელეფონში შეიძლება იძებს სერიალს უყურებს ისა ახლა არ უყურებს იმ სერიალს ის გადავთე რომელი ის სერიალი არ იყო დაწყებული გადაუხვევია მე ვკითხო გადახვევა არ ვიციო არ არის სერიალი გიო ჰა არ არის სერიალი ნახევარი იყო ხო ვიცი ეგ ვიცი ხოდას ხალხო რა ცუდი შეგიძლება ვერ წარმოვიდგეთ თუ იმეს დაგმართნიათ და წერეთ კომენტარებში აბა ეგეთი რაღაცა ახლა კიდე ტელეფონს ვერ პოულობდი შტატივი ავიღე შტატივი ამოვიჩარე ისე იღლიაში და დავდიოდი ტელეფონს ვერ წერე პოულობდი და მე უცბად გამახსენდა დამარტყა თავში რომ გადასაღები მქონდა ვიდეო და წამოვხდი ხალხო ასე წამოვფარინდი ფიფინებს ხოდა ერთხელ იყო კიდე ხალხო სიზმარს ხედავ გავბივარ და ვერც მივდივარ ვერც ვერაფერი ვერც გავიხარ ხო მივდივარ ვითომ მივდივარ და ისევ იმ ადგილზე ვარ მივდივარ კიდე იმ ადგილზე ვარ რატო არის ესეთი გული და მეღარა რაღაცას ო მართლა იმ დღეს კითხვა იყო
გუშინ დამავიწყდა გუშინ ტელევიზორზე დაიწერა მგონი თუ არ ვწდები ვეღარ ვიპოვე ხალხო წეღან არც შევსულ ვარ სიმართლე გითხრა წამოვედი რო იმას ავქენი კითხვა იყო ღამე რო დაინახო რისი შეგეშინდებაო ღამე რომ დაინახო რისი შემეშინდება ღამე როგორ ძილში რომ ვნახო თუ ისი გულის ხვერა ქვია რომ გავიღუძო და ისე დავინახო ნებისმიერ რაღაცის შეგეშინდება რისი შეგეშინდებაო უიმედე და სულბნელაში ხო რაღაცის შეგეშინდება მაინც თავის არა სილუეტი რომ რაღაცის დაინახო ან თქვათ ის არის რა ქვია მოგეჩვენოს რომ რაღაცა არის შეგეშინდება თუ არა შემეშინდება რა თქმა უნდა ვაიმე მე ერთხელ მოგიყვებით ეხლა მომეცი გიორგია ის ბალიშეს დავიყუდებ შვილო რა ჩამოგიცი არა ჩამოძინებით არ დამეძინება მე ცინარიზის დავლებ და გამომაფხიზლებს რაღაცა ტვინში რაღაცა დაგერია არა ეხლა არ მეძინება კაცო ჯერ მოვყვები ახლა ხალხო ერთხელ ფეხძი მეთავარ გიორგიზე გუნ გიორგიზე თუ პირველზე მე მგონი გიოზე და რა თქმა უნდა ახლა მოგეხსენება თუ სოფლის ისინი რა ქვია ტუალეტები საფეთბარეშოები ხო თავისთავად გარეთ არის ან ზოგს კი სახში აქვს მაგრამ ხა მეტიწილი უფრო გარეთ არის მეცილად გარეთაც აქვს ხოლმე ხო ეზოიან სახლებში ხო გარეთ არის მეტიწილი ზოგს აქვს ხო მეტიწილად და ჩემ მეუღლეს უთხარ წამოდი მეთქი იმაში და კაკრას ის გამომყევი მეთქი ღამე იყო და კაკრას ერთი ფილმი არის ქართული გონი ისა რა ქვია იმფერს დამავიწყდა ეშმაკებზე არის რაღაცა ფილმი ქართული სერიალი არა ფილმი არის აი ქართული ფილმია რაღაცა ძველი მე სერიალი ვიცი მსგავსი ბაბა რაღაცაზე იწყება აღარ მახსოვს ზუსტად ნამდვილად უყურებთ დაწერეთ კომენტარებში თუ გახსოვთ ხო უყურებთ სერიალია სერიალი არ არის ფილმია ქართული ფილმი ძველი ფილმი რა ხო რაღაცა და რაღაცებს აჩვენებენ ხალხო და მე წავედი და ჩემ მეუღლე კაკრას შუქი ჩაქრა იმ პუნქტში მომდა ტუალეტში და წამოდი მეთქი ბოდიში ამ სიტყვაზე ნამდვილად ყველა ადამიანები ვარ და ყველა საგვაქვს ყველა დავდივართ მოთხოვნილები ყველა საგვაქვს ელემენტარული და წავყე წამომყვა და ის არის შევედი ახლა და თავისთავად ხო დგას კარები მოხურე თავისთავად და ღია ხარ და დავკეტე კარები და გამოვდივარ კაკრას და ჩემი მეკმარი ასე არის მოჯიხანული თან ისე აი ასე რატომ აი ხო ვიცოდი ვინი ხო უცბად აი რატომ ისიში ჩამყვა ეთყობა ისა რა ქვია იმ კინოსის გადმომედო თან შუქი ჩაქრა თან ისა და უცბად რო გამოვედი და ეს თეთრი სახე და დაჯღანული რაღაცა მომეჩვენა ჩავმივარ და კინაღამენა გავშეშდი გიორგი და ვეღარ ციკითოდ გამფეხს ვეღარ საგად გული ბაგუნობს ჩემი ქმარი გაფეთრებულია გაუსკა და გული ხوار გადავრიე კალჩიშისგან მოვდი მომიყვანა სახში მასულიერებენ იცი როგორ ცუდად გავხდი ვაიმე ვერ წარმოიდგენთ როგორ ცუდად გავხდი აი ვერ წარმოიდგენთ ჯერ ფეხძიმე წარმოგიდგენია უკვე ბოლო იმაში ვარ მე თუში ვიყავი თუ მეშვიდე აღარ მახსოვს ჯერ ფეხძიმე წარმოგიდგენია და მე აი ესეთი რაღაც დედა ისე ცუდად გავხდი ისე ცუდად ღამე ვეღარ ვიძინებდი წარმოგიდგენია სულის დაჯღანული რაღაცა მელანდებოდა ბაბაჯანაო თუ რაღაცა ქვია იმ კინოს აღარ მახსოვს ზუსტად სახელი ბაბაჯან ეგ ბაბაჯან წყალიო ეგ მულტფილმი არის აი მულტფილმია ვიცი ხო და ვაიმე თუ გული არ გამისკდებოდა აღარ მეგონა რა გული ასე შვება ბაგ თან ვექიმოთ წამლის დალევაც არ შეიმეძლო კაპლის არაღაც ელემენტარული თან გვიანი იყო 12-ის ნახევარი იყო რა სიკვდილზე მურე კინოს რა თმინდოდა გამისკდა გული დედა ჩემი მეუბნება რა ქენი რა მოგივიდა ჩემ ხარ სიმნაირ ფერიოდო იმას შეეშინდა რომ არაფერი მოგივიდეს ისეთი ფერი დედო მენი აი რა ვარ უკდარი ისე ისეთი შემეშინდა თუ გული არ გამისკდა აი 2-3 დღე გამსტანა ეს შიშმა რა 2-3 დღე რო აი საღამო რომ მოდიოდა ის მელანდებოდა ის ბაბაჯანეები და რაღაცეები წარმოგიდგენია ისე შემეშინდა ძალიან ცუდი შეგრძნება ხო და აი ახლა კიდე რა უნდა გითხრა
გუშინ თუ იცით რა ქვია ქეთი ქველაძე ყავს მეგობრებში რა ვიცი რატომღაც გამომიგზავნა მეგობრობა და ისე დაიმატე თუ რაღაცა ვიცი არა დამატებით არ დავიმატე მე მგონია მე მეგობრობა გამომიგზავნა და ხო და დაადასტურე ეტყობა ხელი მომიხვდა და დასტურებას თუ რა არის რა ვიცი მე და ხარ დაადასტურე რა მოხდა ადამიანი ეგეც საჭმელი წავიდა ამ საღამოზე ხო ბატონები აქვთ მაგათ ხო და წავიდა დედამისის საფლავზე გაიგე და მივიდა იქ ტრასა ხო არ და საფლავში უნდა შევიდეს გადმოვიდა მანქანიდან და რაღაცები ანათებს საფლავიდან იკაკრას დედამისის იმიდან და საფლავიდან ტობა მანქანის რაღაც ანარეკლი იყო და ალბათ ხო ისეთი შეეშინდა გიორგი და მოძუებული გამოვარდა იქიდან ასე ღამე მივდიოდიო წერსთან კერლაპარაკობს ღამე მივდიოდიო მაგრამ აი რა დამემართა მეც არ ვიცი ბავშვებიც გადარია მე მაგალითად სასაფლაოზე ღამე ვერ მივალ შუქრმა ხო იცი ხო ქვებზე რო ანათებს თებსის არ აქვია ანარეკლი რო ანათებს რაღაცა ცუდად გამოჩნდება მე მაგალითად ვერ ახროდან კი არ მივიდა ხო ვიცი შორიდან ცუდად ჩანს ვიცი უკნიდან უკან ისინი ხო აქ ნათურები და ეს წინა გადმოვიდა მანქანიდან ის უკანა ისინი ანათებდა კაკრას იმას საფლავს საფლავს და მე აქეთ გამოიხედა და პირდაპირ გაიხედა და იქ თითქოს დენახა დედამისი და მამამისი მომდევენო შახტა იქ მანქანაში გახე ი ბავშვებიც გადარია ქალი გაფიტრებული ვერა აი ეს ღამე რა უნდა სასაფლაოზე აი მე ისეთ მე შემეშინდა ხალხო მე შემეშინდა გაფიტრებული გამოვარდა იმას ეგონა მაგრამ მომდევენო აივე თან აწერს ვაიმეო აი და მე რო ჩამოვიდა ქუთაისში 2:30 იყო თუ რაღაცა ქუთაისში რო ჩამოვიდა ღამე 2:30-ზე რა უდოდა იმაში რა ქვია საფლაოზე რა თავის შვილებიანად აი ნორმალურია ხა კი მესმის მშობელია და ის არ მაგრამ 2:30-ზე ღამე გვიან ღამე რა გინდა საფლაოზე მშობელი ჩვენც კი ყავს და მშობლები ჩვენც კი ყავს დაღუპული ისინი რა ქვია ხალხი და ესე იგი ღამე შუაღამისას იმას უნდა მივიდეთ საფლაოზე კი აბა ხო და მივიდა გაი გუდა მოძუებული ხო გამოვარდა შიშისგან კიდე კაი მანქანით იყო თუ მანქანით რო არ იყო რა უნდა იქნა მაგრამ ღამე რა წავიდო და უმანქანოთ წავიდო ისეთი მოყავდა მანქანა სულ აწალოთ ასე მეგონა უკუნიდან მომდევენა მაი იმდენი გამეცინა მე და უცბად საღამო პირი იყო მეცინებოდა ჩემთვის მაგრამ აიცი რა არის რო გძნობ აი რაღაცა შიში აგიპყრობს აი მაგალითად ხანდახან შეიძლება სულ არ შემეშინდეს არ მეშინია შიში არ ვიცი მე პატარაობისას ვიცოდი მაგრამ აი ეხლა ადრე დედაჩემს იმითი ვიყავი რა ქვია შეშინებული დედაჩემს ეშინია ყველაფერი და მე მეც ავყვებოდი ხოლმე ვითომ იმ შიში ეხლა იმ დედათ არ მეშინია მაგრამ აი ხანდახან შემოგიტევს რაღაცა შიშის გრძნობა აი რაღაცა უცბად აი თითქოს რო არ გეშინია მაგრამ ხანდახან ის არის რო მიიხედავ სადღაც მოგეჩვენება რაღაცა ხო აი რაღაცა გულს გიორგი ახლა გახსოვს შაშან ზაფხულს კაკალი ადამიანად დაბლა კაკალი ისე ცუდად ჩანს ხოლმე ხალხო ჩვენთან დაბლა ქათმეთან რო ჩავდივართ ისე ცუდად ჩანს ხოლმე ღამე ხო რო ჩავალთ კაკალი ისე ცუდად ჩანს თითქოს ვიღაცა არის ის არა ქვია ტოტი ისე არის დადებული ტოტი ისე არის დაცებული ცოტა დაბლანზია და თითქოს ვიღაცა არის ჩაკოსული აი მე ღამე იქ ვერ ჩავდივარ ახლაც ვეღარ ჩავდივარ ღამე ისიმში მე აი ის რა ქვია აი ჩვენს ბოლოში ის არის ლამპიონია და ის ადგას სოჩიკე კიდე სოჩიქს რა ქვია ქართულად არ ვიცი რა ქვია ხო და ანათებს ხოლმე სანამ იმებს გააკეთებდნენ ლამპიონებს იქიდან რომ მოდიოდი იქით ხნიან ვაიმე რა შნოჩადა თან ესე ლამპიონი ნივით არის და ისა აქ სურო აქ ფოთლები სურო აქ ზეთ ასული თან ეს რო ანათებს და ის რო იმას აშვება ის ზემოდან ვაიმე რა ცუდად ჩანდა ხალხო ისეთ ცუდად ჩანდა რომ სულზე იყავი როდის შემოხვიდოდი იმას რომ დაინახავდი ხო და ერთხელ სტუმარი იყო ჩვენი მეზობელია ეგ ზემოთ ქუჩაზე ცხოვრობს და უბრალოდ ჩემი ნათლულის დედა
ხო ჩვენთან არის ერთხელ და მაგ გასასვლელში იქით იყო ქალი და ერთ რუსი ქალი ცხოვრობდა და მოგვიანებით იყო ხო იყო ჩვენთან რავი რატომ სუფრა ქონდა თუ ხო რაღაცა ქონდა ხო და გვიან წავიდა და მიუახლოვდა და ეს 8 ციმციმე ხო ვალია ერქვა იმ რუს ქალს ვინც ვაბა ვალია მოკუ ხო არ მომდესო ისეთი ვალია წამომდგარაო ვიფიქრე ვალია წამომდგარო ვაიმე და დგასო რას იფიქრებ ახლა ადამიანის რო რაღაცა ხო თან მაშინ ლამპიონები არისო ხო ლამპიონები არისო ვაიმე ისე ავიარე ქუჩაო რა ვიცი წიწაგლეჯით ხო და ელემენტარული ზოგჯერ შეგიკეთებს რაღაცა შეიძლება სულ არაფერი იყოს და რაღაცა მოგეჩვენება რაღაცა ხო ხო აი რაღაცა იგრი და ძილში თუ რაღაცა მოგელანდება ერთხო საერთოდ აი ხანდახან მიდბიხარ და ვიცი მიდბიხარ და ისე ხანდახან თითქოს რაღაცა მოჩვენებასავით რაღაცა მოგელანდება ძილში კიდე რაღაცა არ ამ ქვეყნიური არსება საერთოდ რო არც არსებობს ზღაპრებშიც რო არ არის მე მაქვს ხოლმე ეგეთი ჩვევა რაღაცა უცნაური რაღაცა მომელანდება ხოლმე ხანდახან არა მოგელანდება ეშმაკი მარცხენა ხელი გული მეფხანება კიდე გიორგი მე რა ვიცი თითქოს კაცია არც არის კაცი თხაც არის ცხვარიც არის რა ვიცი რაღაცნაირი არსება რა ვიცი მე რა არის ვერ ხვდები ხანდახან ხშირად არ მიჩვევა ხანდახან კიდე ისეთი მე რო გამოვიღვიძებ ხო რო დავიწყებ კივილ-ცივილს გამომეღვიძება ხალხო ვეღარ ვიძინებ რო ჩამეძინება სულ ის მელანდება თვალებს რო დავფუჭავ ვაიმე რა საზღარი მართლა საზღარი იცით როგორი საზღარი რაღაცა არსება ვერც აგიღწევთ ისეთი საზღარი არსება ის დიდი თვალები წითელი უიმე ეგ რომ მართლა იმაში დავინახო რა ქვია ცხადში შეიძლება იქვე მოუყო არა არსებობს ყვირის ატეხავენ ხოლმე ხალხო ყვირის აბა რაღაცა მოდის იმასაშვება რა ქვია მორმის შემდგენ რაღაცა წითელ თვალება ვაიმე როგორი ეგ რო ცხადში დავინახო იქვე მოუყდები იქვე გავიშოთები და ნამდვილად ხო არა ზოგჯერ ახლა იცის ეგეთი რაღაცის იცი რა არის ხალხო რა საშინელებათა ფილმებს ვერ უყურებ საშინელებათა ფილმებს რო უყურებ გარეთ ვეღარ გამოვდივარ მე ღამე არ ვიცი რაღაცნაირი ცუდი შეგრძნება გონია რომ ისინი ის არსებები ცხადში არიან არა მე არა შიში კი არა ვიცი მაგრამ აი ხანდახან შემოგიტევს რაღაცა ხანდახან საშინელებათა ფილმს თავიდანვე ვერ უყურებდი ისე მეშინოდა ეგეთი რაღაცეების და თავიდანვე მე ყველაზე ძალიან მიყვარს კომედია ნორმალური ფილმები აი რომ მართლა ყურება ხის რა ჯანდაბა არის საშინელებათა ფილმები ხალხო კინოთეატრებში რო გამოვა ეს საშინელებათა ფილმები ბავშვები რომ იყავთ ეს რა სისულელე არის სისულელე ხო არის სოფოშალე შინია ბავშვს არ უნდა ანახო მაინც არ ეშინია ის არ უნდა ანახო მაინც როგორ შეიძლება იმ ბავშვს რო ანახებ რაღაცა უაზრობას ის არ უნდა ანახო მაინც ხო და ეგრეა რა ვიცი მე ხან ისე ვარ ხან შიში წარმოგიდგენია ყველას ერთნაირად და კილერ კლოუნი რო ხო იცით ხალხო იმებს რო კლავს ხალხს რო კლავს აი მაგას რო უყურე პირველი რა ქვია მაგ ფილმს და აღარ მახსოვს პირველად რომ მაგ ფილმს უყურე იმის მერე კლოუნებს ვერ ვიტან რა იხსნება რა მითხარი დღეს ზოოპარკი იხსნება ახალ ზოოპარკს აკეთებენ ისა რო რა ქვია თბილისში რომელ რა ადგილზე რა ადგილზე არ ვიცი მაგრამ ახალ ზოოპარკს აკეთებენ სხვაგან არის აი აქა თბილისის სხვაში ზღვასთან მეგონი ხო თბილისში ხო ანახლებენ იმიტომ რომ იმების ჩამოყვანაც უნდა აფრიკული იმების რა ქვია ცხოველების და საჰარას უნდა გავდეშო ეს ყველაფერი საჰარას უნდა დავანძღავსო რომ ადაპტაცია კარგად ასაკნა კარგად ადაპტირდნენ ცხოველები ეს ხოთაშუს კარგი იქნება თბილისის სხვა კი
კარგი დიდი ტერიტორია, მთელი დღე რო იარო, ალბათ მთელი დღე უნდა იარო, დილიდან დაღამებამდე რომ დაატვარიელო. დიდი ტერიტორიაზეა გაშლილი. დიდ ტერიტორია უნდა გააკეთო ნეტო. ხო. ბევრი ცხოველები ალბათ იქნებიან. სპილოები უნდა იყვნენ ისინი, რა ქვია, რამდენიმე ცხოველი კი ყავთ. ოღონ ნიამორები უნდა გაუშვათ. რატო? ნიამორები, იმიტომ რომ ნიამორი გადაშენების პირასაა. წითელ წიგნშია შეტანილი. ნიამორი რანაირია? თხარი. ჯიხზე დიდი რქები აქვს, ესეთი, უკან გადაწეული. ხო, რა ვიცი, მე რა ათასნაირი ისები გაქვია. ადრე როგორ კაი იყო. ახლა გასართობი მეებსაც გააკეთე. გააკეთებენ ხო იმებს. ბავშვები რო შევიდნენ, ნაყინები იქნება. ძალიან კარგად ჩავი დავათვალიერებ, ბავშვი კი არა. მეც ძალიან კარგად დავათვალიერებ. კეფცები უნდა წახვიდე და დაათვალიერო. ისე კარგად დავათვალიერებ, რომ რა ვიცი. ცხოველები ბავშვებზე მეტად მიყვარს. აუ დოკუმენტური ფილმები როგორ მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში. საათობი ვიჯექი და ვუყურებდი. ახლაც კი ყორშენები. ახლაც მიყვარს ეგეთი რაღაცეები. და შემომაშენსაც უყვარდა გიორგი მულტფილმები. მულტფილმები მულტფილმები დღემდე მიყვარს. მულტფილმს შემიძლია დავჯდე და საათობით უყურო. არ მომბეზრდება. კიდე შუა ქალაქი უყვარს. ვაიმე, შუა ქალაქი მიყვარს. მორჩები ყურებას კიდე თავიდან ვიწყებ ხალხო. დღეს ისა გვაქვს მიხოდა. მიხოდა მარო. ვაიმე ნეტარა მოხდება. არა, შუა ქალაქი მაინც ჩემთვის განუყოფელია. არა, შუა ქალაქი. სულ სხვა. შუა ქალაქი რანაირად. იმას აფეთქებენ მე ისევე რა ქვია. იმის მაროს მიხოს და მაროს ტუალეტს დაწვავე. მე მგონი ვიცი რეკლამაში იყო, მე მგონი ეთერად შიგნით არის. მარო წამოხდება დედაო და რა არისო და დედა ჩემი იყო ბიჭო უბორნიაშიო. ვინა აფეთქა. გადაწვეს ვიღაცამ გადაწვა მე რა ვიცი. მე თვითონ ვის არ გამოვა? ეთერა შიგნით არის. მე გამოდის. ტუალეტში ჩაწვეს მე მგონი. უბორნიაშიო დედა ჩემიო. და ვაიმეო დაიყვირეს იმათ და რა მოხდება რა ვიცი. ვინა აფეთქა? დინამიტი იმან ხორ შეუშვა იკაცო ყბარო აქ ისა. მე რა ვიცი. დავო. ჩეჩმა. რა. ჩეჩმას ეძახიან. მაგ ფიცრული ფიცრების განაშენებულ ტუალეტს ეძახიან იმას რა ქვია, ჩეჩმას. ჩაულებრივ ტუალეტსაც. გარეთ რა ბიტონები თქო, ბიტონები რა არის. ბიტონი აღარ უბეთო. ბეტონი. ამ ბიტონები რა არის. ბიტონი. ზოგმა ბიტონი იცის. ბეტონი. მიმისი აგურით და იმით რა კაი. წითელი აგურით ლამაზი. ორა ლამაზია. და გალაკო გარედან. ლამაზი ტუალეტი. აუ და კაი კომფორტული. შიგნით ჩაულებრივად ჩასარეცხი ტუალეტი, ხო, ჩასარეცხი უნიტაზი რამე რუმე, ჩასარეცხი. თან ხელის გასაკეთებელი დასაბანიც გააკეთე. ხო, ყველაფერი და ის არის რა ქვია. შვენიერი იქნება. ვაიმე თუ არა ჯობდეს მე მოკვდე. პირდაპირ იმაზე უნდა დააშენო რა ქვია. ო. 40-ზე. კი. დააშენო ყოხტა იქნება უნიტაზით. კუთხეში ცოტა დიდი ხო დიდი პარტი აქვს იმას. ხო. ცოტა დიდი ტუალეტი, უნიტაზი გააკეთე, ხელის ხელსაბანი. დასაბანი დაადგი და ისა რა ქვია. რა ბევრის დაჭირდება ახლა აგური 4 კედელი დაჭირდება და წინ კარები. ხო. სხვა რა დაჭირდება. ხო. ქვეყნის ფიცრები გვაქვს, ფიცრებითაც კი შეიძლება ხის ტუალეტი ხის იმაზე გააკეთო რა ქვია. ტუალეტის ის ხო გვაქვს. აი ხანა ქვეყნის კარებები გვაქვს. რა, ჩაუქსვი გაუკრასკე ის. რა ხის კარები რო ჩასვა რა არის? ვერა. ქვეყნის ფიცრები გვაქვს. თან ისინიცა გვა გიორგი. ასე გასადები ისინი რომ ის გააკეთო. დაედგას პირდაპირ ტუალეტი. აი მე თუ არა ჯობდეს მე მოგდე უნდა მოიყვანო უშა. ფული უნდა ჩაიგდო ხოში და
მოიტანო ყველაფერი და გააკეთო. დაადგე უნიტაზი და მშვენიერი იქნება. დროებით თუ ჩასარიცხი არ იქნება და რაღაცა ისე ჩაასხა ბიჭოქში წყალს. იქვე მიიტან ხუთ იმას და ბოჭკას დადგავ იქან ახლოშივე და გარედან და ჩაიტან ჩაასხა იმაში ბიჭოქში ჩააწვევით გაავსებ. ჩარეცხო გავავსებ მე. ხო. რა უცბად ჩავა იქ წყალი გიორგი სხვა გიაფეს იცავს. შორს კი ესაწავა. ნიქვე ჩავა. ოღონ იცი რა არის? ეგრე რომ ამონტაჟებ. პირდაპირ ეგ უნდა მოაჭრა ეგ ისა წყლიანი ადგილი. ეს უნდა მოაჭრა. რაზე არ ჩავა გიორგი ის გვერდიდანაა ის გასასწული. მე შეც გვერდიდან ჩაასხი. ტრუბას უნდა შეუერთო და სად უნდა შეუერთო ტრუბა იქა. მაშინ არ უნდა დადგა იქ. ჩასარიცხი რაღაცნაირად იქნება ის თუ მოაჭერე. არა იქნება როგორ არ იქნება კაცო. არა ის თუ მოაჭერე არ იქნება. აღარ იქნება თუ მოაჭერე რაღაცნაირად იქნება ჩასარიცხი. ძერე რა ტრუბა შეიძლება ასე გაიყვანო და ჩადოში იგნებაში. ო. რა ვიცი. დღეს აღარ გვაქვს ზეგი და აქ რო ანათებს ხოლმე კაკაშკაშებული რო კიდევ კარგი. ქარია დღეს. ო. იცი რა არის რო თქვათ. აი რაღაცნაირი ზაფხულია რა ვიცი. თუ დაცხება ვაი იმ დაცხომას თუ ქარი თუ ამოვარდაცო. ვაი ამგრევს იქავრობა. ხანს უწვიმა არის ვერ გაიგებ რა ხდება. წელს ესეთი ზაფხული თუ გქონდა რა ვიცი. ალბათ ზამთარი იქნება. ცხელი. ო. ზამთარში მივიდა მკლავული. ვაი მე მართალი. ჩემი გოგო. რა? დღეს სანდრო რო იყო. ნუ ბელიკო. მოიძახის და. მუსორიკო არ მე. ჩემი ძმა კაცი. მაგარია სანდრინიო. სანდრიქსა. დღეს ასასაცილო იყო, თვითონ ყველას ხელი გადაგვიწია. დეჩემთან მივიდა და დეჩემა გადაუწია ხელი. ლამაგალი ყოფილა ნერვი. ლამაგალია. ო. კოპი. რა მალე წავიდა? არ წავიდა მალე. არ გაჩერდა. მაიმუნი დალია ყავა და წავიდა. ო. ყავა მომიდუღო და მე მომიტანე ყავა რომ მოგიტანეო მე ხო გითხრა. მოგიტანე მათო მაიმუნი. მომიტანე ყავა მე ყავა ისე საყიდელი მაქვს აღარ მაქვს ეგო 1-2 წელი მაქვს. ნაგა გორიცა. აი ცოტა გამახიგა. ორი კოზიცა გამოვა. უში. საყიდელი მაქვს ისე ყავა საყიდელი. ის აღარ არის იქაური? იქაური ყავა. ისა უნალე ხო? ხო. არა. ნალეკიანი? ნალეკიანი და საფქავია და სხვილათი ფქავს გიორგი ჩემი საფქავი და არ ვარგა. რატო ფქავს სხვილად მოჭერა ალბათ უნდა რა ვიცი. რატო იფქვევა სხვილად? წესით არ უნდა იფქვებოდეს სხვილად. კარქა უნდა იფქვებოდეს კარქა. რა ვიცი, ისე გემრიელი ყავა რომ დაფქავ გესიამოვნება იმნაირი კაი გემოვა. იმ დღეს მე კიდე შევჭამე. ეგ ისა. ყავა. მორცვალი. წარია. წარეა ხო. ისე წარე ყავა სასვამენ და დიდია. არ შეიძლება მე მაგალითად წარე ყავი დალეო. ძენი ყავები იმაში შეყვარის, ძენი ყავა რო იყო იმაში. გახსენით რიანა. არა, კაპი ისინი შეყვარი, კაპიკებით ხო რა კაპიკი. რა ქვია? პაჭკები. შეფუთვები. ხო. იმ ხელა შეფუთვაში შეფუთვები დევს. ეგრეა რა ვიცი ჩვენი ის უმამაცია ხონი. რა? ნასკი. არა. როგორ არა? არა, აბა ისინი ზემოდან არ უნდა კონდეს? უნდა კონდეს არა აქ. ისინი. არა, ქუსლი ხო და ბლაკ. მე რა ვიცი. მე ვიცი.
გონი ეს არის, რა ვიცი მე. მობრუნე. აი, არა სწორი. რა ისინი ზემოთ უნდა კონდეს და უკუმა გაკეთებული. ახალი ნასკებია წიფეხ დაანახე. იფხილაძე აწია ფეხი რო აიფ შეიტანა. არც გამოჩდა. როგორ არ გამოჩდა? მე რა ცუდად იმას აშვება ახლა აქედან ანათებს ცუდად და ვერ მხედავ რამდენზე ვართ. მე 26 წელი. აი იქიდან ცანათებს ნახე ნათურის ის რა ვარი იწარი თეთრად. რა ქვია? რა? აი ეს ადგილი. ხო. შუშა. შუშა ლამპოჩკა რა პანჯარა. ლამპოჩკაზე გამახსენდა. ერთი დღე მე ვიცი უნდა დამეცეს. ქვია. აკვე ამას. ჭაღი, ხო. უნდა დამეცეს და აჰა. იძინება, ეს დაიძინება. გარეთ კაია, მაგრამ სახში ცხელა. რატომ ცხელა სახში? გარეთ კაია, მაგრამ ჯდომაც კიდე დავიღალი. ეს თადგიზი ჯდომით ხარ ხოლმე რა. კოღოები მოდიან მე ზიხარ. ხო და დაკავენილი ვარ სულ. კიდე ინტერნეტში მოусმინე საქართველოს ისა. რა ქვია? კოღოები არიანო სადეთო თქვა? მე რა ვიცი. მომაკვდინებელი რაღაცა. ისა მალარია გადააქვთ. დასავლეთში. მალარია გადააქვთ. და დინგეს ხელება. საქართველოს დაფიქსირდა, სადაფიქსირდა. რა ტყუილები ამ ინტერნეტშიც კიდე რა. კოღოს ისედაც ის დაავადებები გადააგდა. კოღოს რო იმასია რა ქვია. არ უნდა მოიყავო. თორე შეიძლება ინფექცია წავიდეს. კოღოს ისედაც დაავადება გადააგდა. მე რა ვიცი, სულ მეფხანება და მოდი და ნუ მოიფხან. მე მაგალითად პირველად არ მესმის. რა პირველად გაიგეს. კოღოს რო ის გადაქონდა. აფრიკაშია უფრო დინგეს ხელება გავრცელებული. არა, უბრალოდ იცი რა არის? ყველაფერს აბუქებენ და გაშინებენ. ნამეტნავად. ეგ არა, მაგრამ ვირუსული კონექტივიტია გავრცელებული. ეგ რომელია? თვალში. როგორ თვალში? თვალები გიწითდება, თვალი და რაღაცა თეთრი ისინი გაქვს. კიბული. ახლა თვალები. კონექტივიტი. თვალებში მე რა უნდა? გეკავება კიდეც. რა უნდა ქნა, უნდა დაიცვათო და პირი და რო შედის კოვიდზე რაღაცნაირად ვიწვადით თავს და იმას ვიკეთებდით და თვალებზეც პირბადე გავიკეთოთ. თვალებზე სათვალე. ასე დახურული. დახურული სათვალე. სადაც ვიპოვე ესე დახურული სათვალე ახლა. იმას კი ვერ გავიკეთებ რა ქვია. ზღვის სათვალეები რო ისინი უნდა გავიკეთოთ. აქედან. ზღვის სათვალე რო ისინი უნდა გავიკეთოთ. მე არ ვიცი რა. რა გოშველება? კონექტივიტი საიდან გავრცელდა ხალხმა? კონექტივიტი რა ხოხრობით ჯანდაბა რაღაც ნაირი საყელები მო. ვირუსული კონექტივიტი. კონექტივიტი ისედაც იყო ადრეც, მაგრამ ეს ვირუსული რანაირია, მე რა ვიცი, ვირუსია თვალში. აუ. მე პირველში მე დამიტაკება. მეც. არ მინდა კონექტივიტი ახლა კიდე თვალები წითელი. იმ დღეს რომ მქონდა რა მაგალითად თელი მქონდა, აი მე რა იყო, ეგ არ იყო. კონექტივიტი ხო? წითელი მქონდა გავარვარი. უი, ეგ ხო არ იყო. მაგრამ არა, სიცხეც უნდა გქონდეს. შეიძლება სიცხეც არ მქონდა, რაღაცა მციოდასავით და რას გაიგე. ერთღიანი. თვალს ვერ ახერხებს ესიერად. რას ოხენდი მეწოდა თვალი? ესე იქ. დაფსული მქონდა თვალები ლამს. დაწითლებული გავარვარებული მქონდა, ესე გონია სისხლი ჩაგასხეს თვალებში. სისხლიანი გაგვთლიანად თვალები, ხო, თვალი აღარ მიჩანდა, თეთრი აღარ მიჩანდა. კონექტივიტი, გადამდებია ეგ მე. ჩვენსაც გადმოვიდოდა, არ მგონია. აბარაჯანობა. ეგ გადამდებია. აბარაჯანობა.
და სხვაზე რო არ გადავიდეს სათვალით უნდა იარო. ეს უსათვალითად დიხარ. მე მის დღემში სათვალე მიგეთია. არ მზედა თუ არ არის. ვირუსის გადავკიდე. ვირუსია თუ იმისია. ალერგიის გადამკიდე. წვიმაშიც კი სათვალე მიგეთია ხოლმე ხალხო. წვიმაში ის გინდა რა ქვია. რა? საწმენდები რო ისა, ჩისტიტელები. ქართულად როგორია? მე რა ვიცი რა როგორ არის ჩისტიტელი ქართულად. ჩისტიტელი ზოგი ჩოთკებს ეძახის და ჩოთკი ქართული არ არის. ქართული სიტყვა არ არის. ჯაგრისია ქართული. ჯაგრისები ეს. ჩისტიტელ. კიდინ. ჩისტიტელ. ასე აი, ასე უნდა გადავწმინდო ხოლმე სათვალები წვიმაში. ესე რომ მიდიხარ რო წვიმს და ასე რო შევა. მანქანა, ხო? ასე რო აკეთებს. ჩქარა. ო, ასე. რიკიტამ რიკიტამტარიკე, როგორ იცი? რიკიტამ უფრა ძალოსანი ვარ. აბა. დეტა. აი, ყურე. დეტა რა ძალა გქნუ. ნუ რას ვისამთი. რა შვები დედა? და გადამაგდე, თავი გადამიგდე. ვაიმე, რაღაცა ვიდეო ამომიგდო Facebook-ზე იმ დღეს. ქალმა დიდი რაღაცა, ესე დიდი რაღაცა. რა ვიცი, კალათივით რაღაცა. სავსე იყო ალბათ, იმითი ხორბლით იყო სავსე. თავზე დაიდო. ესე დაიდო, არც ხელებიც კი აჩაგიდა. ისე წავიდა. მე რა ვიცი. თვალები მეკუჭება ხალხო. ნუ გეხუჭება. რატომ მეძინო? კეთები დამოიწდეს დამწყვდეო. ერთი მისი კვლინებული ერთი ცალი ქათამი რანაირად დადის საჭიროა. რაში? საჭიროა რაჭერ გამოფერფიტებული. რანაირად არის? ძლიერ დადის ასე ვარაუდით. კისერი მოხრილი ხო არა აქ ცოტა. არა ვიცი მე არა. მე რა ვარაუდით დადის რა თრალი ხომ არა. გონია ვერ ხედავს. როგორ თუ ხედავს? ბრმა არის? ო, რაღაცა ისი გადმოებოტება ხოლმე. უი. რა ის ბრმავი კათმებშიც არის? რატო ვერ იქნება? მე დავამწყვდეთ აქ და წავართ რა. შევყაროთ ფარი თუ არა. გადამი. ისეთი კარგი გამოსაყენებელია ის ქოშები რო ვიყიდე, ჩუსტიკები რო შუსტრიკები. რულად შენი არალურად. დავდივარ. ჩუსტრიკები. რანაირად დაიწება ეს? ხანი ხალხო თვალებს დახუჭო. ეგრე გესაუბრებით. ვითომ მეც დავბრმავდი. თუ ვერ ხედავთ. არას თუ დავახლა თუ იცი. ეგრე ჩათვალეთ. აურივე გიოსოფო ზაროსავით. არ უნდა დავამტკნარ ხოლმე ვიდეოში აქ თავი უნდა მოიფხანო არც ყური. თეთრ დაკნეულ. დაკნეულებს აი მე იმაზე გამახსენდა გუშინ ერთ-ერთმა მოუწერა მოგესალმებით თუ მიყურებ ხალხო. რამდენი ვიცინე. უიმე დედა რატო იმას არჩევაო რა ქვია. იქით რო იღებ რა ქვია, იქით სამზარეულოში. ნიჟარა ხო დგას მარჯვნივ. და რო ვიდეოს რო ჩავწერ, გამოდის მარცხნივ. და რატო არ ვერ ხვდები? ხან ისია ხანას. არ ვიცი, ხან და ხან ისეა ხან ასეა და ამ ჩემ ტელეფონს ჭირს ან რაღაცა?
ან კიდე ვიდეო YouTube იმას აშვება რა ქვია ბრუნებს. არ ვიცი, ვერ მივაგენი სადღაც ვერ მივაგენი ვერაფრით, რომ ალბათ სარკისებული ის აქვს ეფექტი თუ რაღაცა რა ვიცი მე. ვერ მივაგენი რომ გავთიშო. და ნორმალურად გადაიღოს. ხალხს დააწყდა თვალები. კაცო, მახსოვდა რომ მარჯვნივით გავდა, მარცხნივ რატო დგას, ადგილი შეუცვალეთო. აიმე, ადგილებს არაფერს არ უცნობ ხალხო. არ შეგვიცვლია ისევ იქ დგას, მაგრამ ეს ჩემი ტელეფონი ტელეფონს მიაკ იმაში რა ქვია, ცენტრი ისა. მე ვიცი. ეტო ქეგორე. ხანი გაზიც იქით არის. ხო, გაზიც იქით კენ არის. მარცხნივ. არა და მარჯვნივ დგას. მარჯვნივ რანაირად? მარჯვენა არა ისა რა არის. აქედან რომ შედიხარ მარჯვნივ და იქიდან რომ მასშუა მარცხნივ. რომ შემოტრიალდი მარცხნივ არის. ასე რო დგახარ. ასე რო ზიხარ. ეს მარჯვენა არის. დაუკვირდი, რანაირად არის მარჯვენა? რანაირად? რომელი ხელით აწვე? ამით. მე რანაირად? უი, დედა რაღა აქვს, მე გაურია ახლა გონი. პირდაპირ თუ ასე წხვილი პირი. ასე რო ზიხარ კი ბატონო, არა, ცასე არ არის. არა, ესე არის. ესე მარჯვნივაა. უი, მე დედა რაღა აქვს, მე აურიე? ხო და კედლის ტელეფონი ხო ჩვენ ჯდომაზე კი არ არის. ტელევიზორი, ტელეფონი ხო იმიდან ჩანს პირდაპირ რა ქვია. პირდაპირ ასე არა ჩანს. ასე, ისე ხედავს. ხო და მარჯვნივ ხო უნდა იყოს და ისა დგას მარცხნივ. ტელეფონი უკუღმა იღებს. ასე არის შემოტრიალებული მე. ასე არის მოტრიალებული. აი ესე ხო დგას. იქიდან ტელეფონი დგას. ესე ხო დგას. და ესე არის შემოტრიალებული. წესით აქეთ უნდა იდგეს, აქეთ მხარეს. და იქით დგას. ასე არის, აი? ასე დგას. არა გიო, ჩვენ შემობრუნებული. ჩვენ ვზივართ მარცხნივ არის. ეგრე მაგრამ აი როგორც ტელეფონი რო გიდევს, აი როგორც ახლა ჩვენა ვართ, ხო? ეს ხო არის მარჯვნივ, აი აქეთ მარჯვნივ არ არის ისა? მარჯვნივ ეს არის. ხო, მარჯვნივ. მარცხნივ ჩანს იქიდან. მარცხნიდან ჩანს იქიდან, ხო? ხო, ხან მარჯვნივ არის, ხან მარცხნივ. რაღაცა უცნაურად არის, მეც ვერ გავიგებ. ალო, ის არის რა ქვია? ალაუთ არის მართლა ჩვენი ის რა ქვია ტელეფონი. ალაუთ არის. უბერამს. ალაუთ არის ჩემი ტელეფონი. უბერამს. ეს ხო და iPhone-ი მთლად ალაუთ არის. რამდენი ხანი აღარ ჩაგუწენია შეიძლება იმას ქანასი. ვაიმე, ფასიანია. ხალხნო, თურმე ფასიანი ყოფილა იმის ის არა გვე მეხსიერება ხალხნო. უი მე, ჰა? ტიტულა. $5 გონი ერთის არა ქვია. ხო არ უბერავენ რა. უბერავენ, მაგრამ შევა თვითონ თავაზობს. ესე იგი, რო ამოიწურება მეხსიერება iPhone-ი თუნ უნდა გადააღდო. უი მე. აი iPhone-ი მზეში. აი ძველი ტელეფონი და ესეთი ტელეფონები უფრო იტანენ მზეს. არა, ესეც ძალიან ხურდება. არ ვერც ესე რო. ვაიმე. იკა და ის რო არიან, რა ქვია? ნინი კვირიგე. სულ მზეზე მიგდიაო ხო დადის ეგ იმასე არ ითიშებაო და iPhone-ი უცბად ითიშება ნინისი. რო ხურდება. ეს ხურდება, მაგრამ არ ითიშება. ეს არ ითიშება. iPhone-ი მე რო გახურდება, იმას ეშვება რა ქვია. გაჯორდება ხოლმე. ხო. ხანდახან საერთოდ შეიძლება გაითიშოს. ითიშება, ნინი ძახს ითიშება. ხო თქვა ნინი. რა არის, რატო უნდა ითიშებოდეს, რა არის? ატყობა ის არ უარ გარავქვია ალბათ. აი ახალანდელი გამოსული Android-ები უფრო უკეთესია ვიდრე iPhone-ი. ხო. წლების შემდეგ დაიჯერეთ iPhone-ს აღარავინ იყიდის. ისეთ უაზრო რაღაცებს ამატებენ. ხო რა.
iPhone-ი გახდება წლების შემდეგ ჩვეულებრივი Android-ი. iPhone iOS 19 ხო უნდა გასულიყო. და ეხლა გამოვიდა iOS ის არა ქვია 26, პირდაპირ 26-ზე გადახდნენ ხალხს, რომ ჯერ იქამდე ამდენი დრო იყო. ჯერ იყო რამდენი დრო? 2026 ხო? iPhone iOS 18 ხო ეხლა იყო. iOS ეხლა არის. iOS 19 უნდა ყოფილიყო 20, 21, 22, 23, 24, 25, 26. ჯერ დიდი დრო ქონდა. იქ გადაახტუნეს პირდაპირ. ვერ არიან რა. ვერ არიან დალაგებულები ხალხნა და რას ვიზავთ. ნეტა ის 40 წლის შემდეგ როგორი იქნება iPhone-ი? რამდენი წელია iPhone? რამდენი წელია? 2003 წელს გაკეთდა მე მგონი პირველი iPhone. მე მქონდა iPhone 1. ისეთ პატარა. პაწეჭკუნა იყო, პაწეჭკუნა. პლასმასის მთლიანად. არ წავიდეთ. კი არ მეძინება რაღაც თვალები მინდა რომ დახუჭო. ის არის რა ქვია. მე მქონდა iPhone 6 და ახლა iPhone 15 მაქვს. 6S უკვე. iPhone თუ iPhone? iPhone. Phone. Phone არა? Phone iPhone-ს ქართულად მეძახით და ის არის რა ქვია, ინგლისურად იკითხება როგორც phone. iPhone. Phone. iPhone. iPhone. iPhone არის ეგა. Android-ი? ჰა? Android. Android-ი სისტემა. Samsung. Samsung. შენ რა გინდა რა ტელეფონი გინდა? მე Xiaomi, Redmi, Poco. რაღაცა. ვაიმე რა ქვია. Xiaomi, Redmi, Poco რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად რა მინდა რა ვიცი. რამდენი გაკლდება? მაგას ვუმიზნებ პირდაპირ. ჯერ მაკლდება ჯერ სად არის. ალბათ ამ წელში ვეჭვედი მაგას. რა ხის დედა ეგ? 730. ბევრი არ ხო. როგორ არა არის? ვერ დავიწყე დაგროვება, რას დავიწყე? რაზე? ხან რა არის სახში საყიდელი, ხან რა არის და ვერ ვაგროვებ. ბებია ჩამენელი ბაზარი გაანდით რა. ეს ის სადამთრო მაინც არ ეკიდა ეტყიდა ორივე ნესვები. არაფერში ვარგო და ის სადამთრო. გამოსანაწყია იკაც კარგი. ის ქვე უნდა გაგიჭრას წესით. გაგიჭრას გაგასინჯოს და თუ არ მოგიწონა უნდა დაუტოვო. სათხარი ეგრე, ადრე ეგრე იყო. უზბეკებიო თუ ვინები დადიოდნენ. რა ვიცი გაჭრა გემოზე კი კარგად იძახის და. არა, ეგ არ იძახის. ეგეც იძახის როგორ არა. მე რომ მეგონა გაჭრა ზომაზეო. უზბეკლარი. ესე იგი უზბეკლარები დადიოდნენ? რა ქვი, რა ვქოთ. ასეთები იყვნენ? ო. უზბეკლარი. თან წვეტიანი არსებობს იგზე იყო. ო, ეგ არის უზბეკური ზანავი. გრძელი იყო. გრძელი. და მცხადი ორკი. წაწვეტებული. აი მე ამალებს რა უშვილო აღარ შემიძლია და გამახურებს ხოლმე. მე ვიცი. წყალი უნდა დაასხა და ჩაქრევა. წამალი უნდა მაგას. არ მინდა წამლის დალევა ისე არაფერია, ისეთი რომ მოვჭი. ისეთი რა არის, აბა წამლის გარშე არ მორჩება ეგა და. გავიკუთი ახლა უკვე. ვაიმე დედა. გამაგრილი.
გრილეს სახე. შეგძნება ახლა. არ შემომოთხო იგიო. აჰა. ერთი დიდი მარაო უნდა იყიდო შენ ზაფხულში. არა მაგრამ გამომიგზავნე თვინმე ხალხო მარაო არა მაგრამ. კონდა ხალხნო მარა რა გინდა. გამომიგზავნეთ მარაო ხალხო ნუ პატრონო ბავშვი ვარ. კონდა მარაო მარა ახლა მე დავიწყე ისა. დაუშალე. ახლა მე დავიწყე. დაუშალე ხალხნო მარაო. მიცი რა ვქენი? რაღაცა ხო აქ დამაგრებული და ის მოვაცალე. გამომიგზავნეთ რა იქნება? და ის აქ დამაგრებული ახლა. გემუდარებით. გეხოწები. და მე ბიძიებო დეიდებო და მეხმარეთ. რაღაცა შემოგვივარდება. ბიძიებო დეიდებო და მეხმარეთ თქვენი ლამაზი თვალების ჭირი მე. ანთიმუდან გამომიწერეთ ინსანიაო. რასარიაო? ასე რო არის. ვენტილატორი პატარაა. აი ფეში ვარ და თურმე. არა, ჩემო გეიქნება. სახესანაც უნდა მიიტანო ახლოს. სახედე უნდა დაიდო რა რაღაცა ეკრანზა. ასე თუ დავიდე რა ჯანდაბად მიდა. დეიდებო, ბიძიებო დეიდებო და მეხმარეთ. გამამიგრა ხალხო მაიმუნო. ადრე ეგრე იცოდნენ ხოლმე. მართლა არავის ეგონ ვაიმე ახლა რო ვაიმე ვიღაცა შემოვარდება და კარგი რა, კარგი რა. მე იმას არ შვები მე გაჩუნდი რა. ხუმრობში კაცო მართლა. ხო და გაჩუნდი არც ხუმრობა აღარ უნდა თქვა. ერთხელ ყვავის ის კლინტი უნდა წაისვა თავზე თქო და ვიღაცამ დამიწერა მართლაო. მართლა იჯერებენ ზოგს თავი აქვს მithmuli დედა თავი იმაზე რა ქვია კედელზე. დეიდებო ბიძიებო და მეხმარე. ეგრე იცოდნენ ხოლმე ადრე მეტროში. ის მომეცით რა ქვია. მარაო დაინიავებ ხოლმე. ერთი ლალი, ორი ლალი. ერთი ლალი, ორი ლალი. სამი ლალი, ოთხი ლალი. ხო. ვაიმე რა მაიმუნო თქვი. ბიძიებო დეიდებო და მეხმარე თქვენი ლამაზი თვალების ჭირი. დავშალე ისა რა ქვია, მარაო დამტოვა ის. დავშალე, მაგრამ ვეღარა ვაწყე და ის გაუგეთე რა ქვია. მერე. ისინი დანარჩენი გადაყარა და გადავყარე ისინი რაც ისინი იყო რა ქვია, რაც ვერ იმას აქვენი. წავაჭერი, გადავყარე და რაც დათოვე, რაც დარჩა, ისინი ავაბი. ერთმანეთზე მავთულით მივაბი ერთმანეთზე. 7 ცალი აქვს თუ 8 ცალი მეტი. მე რაღაც გინდა აღარ ვარგა. დავიცი მაინც ცოტა. გადახანი ჭედება ხოლმე. ასე ხან. ეგრე ვიცოდი ხოლმე. ადრეც კიდე ეგრე ვიცოდი ხოლმე ადრეც. იმას ისის ბერჯე დამიშლია რა ქვია. სავარცხელია რა გავცო. თვისაკეთი. გაუტეხია ბერჯე. ბერჯე გამიტეხია. ცალკე ჩემი ქმარი მიტეხავდა ცალკე გიორგი მე. ეს არის ხან რომ მოვიტანით გიორგი და დაშლა მინდოდა. ნეტა როგორ აშვება ყველა რა აქ თქო და უნდა დავშალო თქო. მე მომშემო შუშუბი ზღურმართლა დაშალო. ისე ის უნდა იყიდო ის პატარა სარიცხის მანქანები რო არის. ის დასაკეცი რო. ნასკები და ისინი. დასაკეცი ხო. რა გაიგე შვენიერია. იტენება ხო? თუ დენზე მუშაობს. მართლა კაია რა, იქ არ დაგჭირდება ნასკები და იმის შეყრა. ჩადებ გაგარა. ჩინური სარიცხის მანქანაა ეგა. ესე კაია. ჩინურ ვიდეოებშია ხოლმე. აი წინდები. წინდები კი არა, ისინი როა ფეხსაცმელების საშუალები. ხო. ისე ჩამოაცმევ. ჩინურ ვიდეოებში ბერჯე შემოყვედრი. ისე ჩამოაცმევ იმასე რა ქვია, ფეხსაცმელებს და გააშრობს. ხო, საათები ეწერება. ხო, საათები ეწერება. ისე რა კაია ის ჩინური ისა ხალხო. ხალხო ჩინელებს რა ძალიან ბევრი ისაუბრთ რა ქვია, გაჯეტები, კაცო. მე ის რო არის ჭუჭლის სახეხი, ის რო კეთდება. ბუკან უკეთდება სხვადასხვა ისინი. გრუბენი და რაღაცები და ეს დენზე შეერთით, დატენი დენზე და ის რო იმას აშვები. ჭუჭლს რო ხეხა, რო ტრიალებს. ხო, ეგ ხო, მაგრამ აი ის მართლა კაია ის საცულებისთვის და იმისთვის. მე მგონია იმან იყიდა რა ქვია? ლიკუნა. ამაზონიდან გამოიწერა. მოგესალმებით ჩემო თბილო გოგო. მოგესალმები ლიკუ თუ მიყურებ. მოგესალმები. მართლა იმან იყიდა. ხო, იმან გამოიწერა ამას. საყვარელი გოგოა, ძალიან კარგი გოგოა. გვიყვარს. ვიმე რა საყვარელი ბოშუნა ყავს. ხო. ლიკუ.
და ფეი ბავშვს თამავიწო სახელი პატაძუნა. მარიკო არა. 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 მარიკო თქვია ვიღაც რომელიღაცას. მარიკო? დოდონას ბავშვს თქვია მარიკო. ჩეკვარელი, ჩეკვარელი. სად არის აღარ გამოჩენილა ამდენ ხარ? მიყვარს მე ბავშვები მიყვარს და ისა ადადუნა ვაიმე რა საყვარელი კაბას რო ჩაიცნობს ხოლმე ვაიმე დედა ეს ბავშვი მაგიჟებს მე ბუთკუნა ვაი მე ბავშვი მე მაბოდებს ბუთკუნა ბავშვი ყველა შვილები მიყვარს მაგისი მაგრამ აი ბავშვი რაღაცა მაბოდეს გოდეც რა საყვარელია და ისა მეორე რა გეგა გეგა საყვარელი ბავშვები არიან ძალიან ვაიმე ადადუნა საყვარელია ადუ ვაიმე ბუთუნა კომენტარებს ვერ ავწერ მაგრამ აი ძალიან არ მიყვარს აი ხალხო კომენტარებს რო დავინახავ დაიცა იმ დღეს გამარჯობა ლოგო ლახაჩო ვაიმე დედა აი გეფცები ახლოს რო ყოფილიყო იმდეს ვაკოცებდი რომ ალბათ ვერ დათვლიდა რა ვერავი საყვარელი ძალიან საყვარელია რო გაბრაზდება დედამისი რო აფერს გავაკეთებიო და გაიჯუნდება მე კაბას რო ჩაიცვალოს რა საყვარელია ვაიმე ბუთქუნა ეხლა დაშერუნახეთ ბაზურბაზე კაბა რო იყო ჩოხის ფორმა რო ქონდა აი რა საყვარელი იყო ეს თოთო ბავშვის გამოსაყვანია ეს პატარა ბავშვისაა ხო თოთო ბავშვის გამოსაყვანია საერთოდ იქიდან როგორ მოიყვან გამოსაყვანი კი არ თუნდაც ის არის აქვე სადმე ან ქორწილში წაიყვანო ან სადმე ჩააცმევ ხო ან დავადების პატარა არის ხო პატარა იყო ან ის რო ეკნება ნათლობა რაღაცა ჩააცმევ 40 დღეს მე ხო ჩააცმევ ბალახს საყვარელი რაღაცა ბავშვი კარგია მას ამდადუნას საყვარელია როგორ უხდება ის კაბები ბუთქუნა რო არის უხდება დედაცი პუტკუჭი კუტუმს რო აქნიებს კუტუმს არა ბავშვი πολύ კაია დღეს მაღაზიაში ყავდა ვიღაცა ბავშვს ბებიას და კიდე ხალხო იცი დედა ჩემს უყვარს მანანას ნინიკო როგორ უყვარს ვაიმე რო უყურებს ვაიმე რა საყვარელია და ვაიმე რა კარგია და ვაიმე დედაჩემს მაგრამ უყვარს ის ბავშვი არა ზოგადად ყველა ბავშვი უყვარს იადადუნოზე ეცინება დედაჩემს რა საყვარელია ნინიკოც არა კაი შვილები ყავარ მაგრამ ნინიკო რატომღაც უყვარს დედაჩემს ძალიან იცი საიდან შევაყვარე დედაჩემს ლექსებს რო კითხულობს აი რა მაგრა კითხულობს ხო აი მართლა გესიამოვნება ისე 3 წლის იყო და რა მაგრამ კითხულობდა ლექსებს ხო და იქიდან შევაყვარე ნინიკო მე პირველად ვიდეოები ვნახე შენი გოგო უყვარს დედაჩემს ჯერ ერთი შენი შვილები ყველა გვიყვარს მაგრამ ძალიან საყვარელი ბავშვები მე პირველად ვნახე ნინიკოს ლექსები ვიდა მის იქიდან გამოვიწერე მანანას არხი ნინიკოს ლექსები ნახე ხო საყვარელია მე ყველა ბავშვი მიყვარს მაგალითად აი ახლა ჩვენთან ეს ჩვენი მეზობელი რომ მოდის ჩემი ძმა კაცი არის სანდრო არის ჩემი ძმა სანდრექსა რო არ შევიდე ან სადმე დამინახავს და იმათ ეზოსთან თუ გამოვიარე იქა ტრასასთან ცხოვრობენ ტირის თუ არ შევედი აბა სამსახურში რომ მივდივართ ისე უნდა გავიაროთ ხო და თუ დაგვინახა ახლა კომოდან მოდიოდა მეორე სამსახურიდან თურმე და ველიკოსთან წავიდეთ და მე არ ჩერდება მე იქ მაიმუნი ეგ ის არის შემოვა და მივიდე ერთი მაგაცივით მეტყვის ველიკო ჩივიკავა არ უნდა და მალემიო მე ვეუნები დღეს ყავა აღარა მაქვს მეთქი მომიტანიყა მიყიდე მეთქი ყავა თქო და კიო მომატყო აბა სად მიყიდე მეთქი რო არ მოგიცი ლოგო არ მოგეჩია მალა მოგეჩიო მე ვეუნე ვაი მე რა საყვარლები არის ბავშვი ყველა მიყვარს მე ბაღი დაათავრა კი ხვალ დღეს არის ბოლო დღე ბაღის აჰა მომწლანდე ჩაო ბამბინო ბაღი ჩაო ბაღი შაბათკვირას ისედაც ისეო მარა დასვენება ეხლა სექტემბრამდეა მთლი დასვენება არ დადაგები 15 სექტემბრი ხო სექტემბრამდე
რა დაიტანა ესე 15? პირველი რა ყოფილიყო რა არის? 15 ჯობია. უფრო დიდი ხანი უწევთ დასვენებელ ბავშვებს. სამი თო უნდა ყოფილიყო გიორგი და ის არის რა ქვია, მალე დაითხოვდნენ და მალე დაიწყებოდა. მალე რანე დაითხოვეს ახლა მე მგონი სკოლა კიდე არ არის დათხოვილი. მაისში, მალე დაითხოვდნენ მეთქი. ხო. მაშინ პირველში რო იწყებოდეს. ხო. მაისში ხო გითხოვდნენ შენ? კი. ოღონდ პირველში არ იწყებოდა არც შენ რო. 1 სექტემბერს. 15-ში იწყებოდა პირველში არა. პირველში იწყებოდა და მე რეგადა. პირველად ხო, მაგრამ მე გადმოიტანეს. მაინც მალე გითხოვდნენ. თითქოს ის გაიწელებოდა წელა თქო მეგონა. რა ქვია? დასვენება. მე ჩემ დროსაც ეგრე იყო. მაგრამ რა აზრი აქვს დასვენებას ის არის რა ქვია, ქარია და ქარია ყოველწუთას, ხან ქარია ხან წვიმა. თავისუფლები იქნებიან ბავშვები. იო, იცადი წავედი ჩვილო. მე ვერც გავიგე. წავედი ხალხალებში და ვერ ვითახა. აბახე და აბახო. კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. დიდი მადლობა ჩვენი მოსმენისთვის, ჩვენი გაგებისთვის, გამოწერისთვის. გამოიწერეთ არხი, ჩემო თბილება და ტკბილება. ნუ გავიწყდებათ არხი გამოიწერეთ. ისევე გამოიწერეთ თეოს არხი, როგორც თეკოსი. ისევე ყველა იუთუბერის არხი გამოიწერეთ. იქაც ჩვენი. აბაჰე და აბაჰო. ზოგი რომ იწევთ ხოლმე რომ არ მიგდებს შენს ვიდეოებს არ მომდისო. რატო არ მოგდით, იცით? არ გაქვთ გამოწერილი. დაეცეკით. ზარისღილაკიც გააქტიურეთ. და მოგივათ. ნაღარ დამჭირდებათ ესე ის არ ქვია, წვალება და ძებნა. გამოიწერეთ ერთი დაკლიკებაა რა. თქვენგან ამიდის ერთი თითის იქ მიტანას და ერთი ლაიქის და ერთი ზარისღილაკის რა. არაფერი არ მოგიოთ. აქ არის სადღაც აქ არის. აქ იქნება ან აქ იქნება, არ ვიცი სადაა. როგორ გაქვთ? ხო. სავარაუდოდ აქ. სამჯერ გინდა, ერთი იქა. ერთი ხელით მოსვნით. subscribe ღილაკი თუ არის წითელი, დააჭირეთ. ზარისღილაკიც გააქტიურეთ ბარემ. რაღან დააჭერთ იმას. ლაიქით. დაალაიქეთ. კომენტარი დაწერეთ. ხო. ხალხო დაწერეთ კომენტარი. რაზე ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში. რაზე ვისაუბროთ? რაღაცა თემა დაგვიწერეთ. ოღონდ ისეთი თემა დაგვიწერეთ, რომ მართლა ის არის, რაღაცა შეესაბამება. ღირდეს. ცხოვრებისეული თემა დაგვიწერეთ. რომ ღირდეს საუბარი. ხო, რაც სასაუბრო არ არის, ისეთ თემას უნდა დაგვიწერეთ. რაც ის არის, რა ქვია, ძალიან ტაბუდადებულია. მე თუ მკითხავ ტაბუდადებული აღარაფერია დღეს. აბაჰე და აბაჰო. კარგად იყავით, მაგრად იყავით. უღრმესი მადლობა თითეულ გამომწერისთვის, თითეულ ჩვენი გახარებისთვის, თითეულს, ყველას. აბაჰე დაგემშვიდობებით. ბაი. დაგემშვიდობებით მომავალ ვინდლეუნდლერას გადავეკიდე კაცო ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო. ბაი. ბაი.